აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე საშა ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ 4 კატეგორიაში გამოავლინა. ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ალექსანდრე ბერულავას სოხუმის დაცემის დღეს ჟივლის შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვდა ეს ყოველწლიური პრემიის დაჯილდოება. წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო გადაეცემა ყველა ჟურნალისტს, რომელიც შეიტანს წვლილს ჩვენს მშვიდობიან დაბრუნებაში, ჩვენს აფხაზებთან და ძმებთან ერთად. რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტის წვლილი ამ პროცესში. შედგა დაჯილდოების ცერემონია, გამოავლინეთ 4 კატეგორიაში გამარჯვებულები. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულმა კანდიდატებმა მიიღეს პირველი ჯილდო ამ დიდებული ადამიანის სახელობის და მჯერა რომ ეს პრემია იქნება განგრძობადი. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, იმიტომ რომ მე ვაგშუქებ კონფლიქტებს და აი დღეს სწორედ ამ კონფლიქტების გაშუქებაში, სიუჟეტის მომზადებაში ჯილდო გადმომცეს. ეს არის ძალიან საამაყო და ძალიან სასიხარულო ჩემთვის.